გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს დიდი საფიქრალი და კვარაცხელია სათადარიგო და სკამზე. რა ხდება პარიზულ კლუბში? შეუჩერებელი მიქაუტაძე, რას ამბობენ ქართველზე? თქვენთან კი მაქვს ტრადიციული თხოვნა, რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწყონებაზე. ჩვენ კი 1700 გამომწერი გვიკლია, რათა მივახციოთ 95000 გამომწერს. ამიტომ თუ ახალი ხარ გამოყავი 2 წამი და გამოიწერი არხი. მადლობა თუ შენ ახლა ეს ჩემი ორი თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სამომავლო გეგმების ნაწილად არ მოიაზრებენ. ტორინო საზონავს გაუშვებს. სერიას ახალი სეზონი მომდევნო უქმეებზე დაიწყება და ტორინო შემადგენლობის შეცვლას აპირებს. ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ ტუტოსპორტმა კი გრანატას გეგმებს სტატია მიუძღვნა და დაწერა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გასაყიდად ემზადება. ტუტოსპორტის მიხედვით ტორინოს სპორტულ დირექტორს საზონობის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. ტორინოს ახალი თავკაცი მარკო ბარონი საბას საკუთარი გეგმების ნაწილად არ მოიაზრებს და მისთვის სათამაშო დროის მიცემას არ აპირებს. ამიტომ საზონავს გუნდის დატოვება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მცველს ჯერჯერობით მსურველი არ ყავს. საბამ ბოლოს საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად ითამაშა, რის შემდეგაც ტორინოში სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ტუტოსპორტი კი არ ასახელებს თანხას, რომელსაც ტორინო საბას სანაცვლოდ მოითხოვს, მაგრამ ირწმუნება, რომ საზონოვი გუნდს ამზაფხულს დატოვებს. ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება. როგორ ეხმაურებიან დავითაშვილის გოლს საფრანგეთში. საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში სენტ-ეტიენმა როდეზი 4-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კარგი მატჩი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც გამუდმებით აქტიურობდა და ერთი გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გამოცემა ლაიფუტმა ზურიკოს თამაში საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა. ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენის დატოვება სურს. მას ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება, თუმცა კლუბისთვის ტრანსფერის თაობაზე არავის მიუმართავს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ზურიკოსთან ერთად კლუბის დატოვებას ელიან, მაგრამ ამისთვის კონკრეტული შეთავაზებებია საჭირო. ქართველი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა და ბოლო თვეებში კარგი შედეგები ჰქონდა. ახალ სეზონში მისი პირველი მატჩი ლავალთან ადასტურებს, რომ მისი ადგილი ლიგა 2-ში არ არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილს წასვლა სურს, არის ალბათობა, რომ გარკვეულ პერიოდს მაინც სენტ-ეტიენში გაატარებს, წერია გამოცემაში. ვალენსია ბოლო მომენტში გააქტიურდა. რეალურია თუ არა ჩაკვეტაძის ტრანსფერი. საქართველოს ნაკრებისა და ვოტფორდის შემტევის გიორგი ჩაკვეტაძის ბედი ესპანურ ვალენსიას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. ცოტა ხნის წინ ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა საშა ტაბოლიერიმ დაწერა, რომ ხამურები ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და ქართველი ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან. ტაბოლიერი აღნიშნავს, რომ ესპანური მხარე ჩაკვეტაძის მთლიანად გამოსყიდვას აპირებს და ფეხბურთელის მხრიდან ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება პრობლემას არ წარმოადგენს. მე კი შეგახსენებთ, რომ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. ამიტომ ვალენსიას გიორგის შესაძენად დიდი დრო აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გიორგისაც სურს ვალენსიაში გადასვლა, არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ქართველი ფეხბურთელი ახალი კლუბის მაისურით ვიხილოთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონი ლანს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი კი მიქაუტაძე გახლავთ, რომელიც ამ სეზონში ლიონის ლიდერი იქნება და შეეცდება, რომ გუნდს ტიტულების მოპოვებაში დაეხმაროს. მიქაუტაძის შესახებ კი ძალიან ბევრს საუბრობენ. მაგალითად, მის მოლოდინებს ეძღვნება ლიონის სტატიაც, სადაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ შემდეგი კომენტარი კეთდება. ლიონში 1 წლის უკან მისულმა მიქაუტაძემ წინა სეზონი პრაქტიკულად ლაკაზეტის შრილში გაატარა. 12 თვის შემდეგ კი გიორგის სეზონს უკვე თავისი საყვარელი კლუბის ძირითადი თავდამსხმელის რანგში დაიწყებს. მონაკოზე უარის თქმისა და მშობლიურ კლუბში დაბრუნების დღიდან მიქაუტაძე თავდაუზოგავად შრომობდა. 2024-25 წლების სეზონში ის აღმოჩნდა ადგილობრივი ლიდერების, ლაკაზეტის, რაიან შერკისა და კორენტინო ტოლისოს ჯგუფში. მაგრამ 69 ნომერმა შეძლო გულშემატკივრების სიმპათიის მოპოვება და მისი მაისური ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა. სტატისტიკის თვალსაზრისით მიქაუტაძეს ნამდვილად არ უნდა რცხენოდეს დიდ კლუბში გატარებული პირველი სეზონის გამო. 17 გოლი და 11 საგოლე პასი 47 შეხვედრაში, რაც არც თუ ურიგო შედეგია. მის თამაში პოტენციალი ჩანდა, მაგრამ აკლდა პატარა შტრიხი, რათა მატჩის ბედი გადაეწყვიტა. ლიონის ხელმძღვანელობისთვის მიქაუტაძე შეუცვლელი მოთამაშეა და მას ნდობა სრულებით უცხადებს. რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის წასვლის შემდეგ კი ქართველი გუნდში ახალწეული აღარა და 2025-26 წლების სეზონშიც მისგან მოედანზე გაბრწყინებას, გასახდელში კი ავტორიტეტად გადაქცევას ველოდებით. წერენ მიქაუტაძის შესახებ. საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი სტუმრად ნანტს დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა. პარიზული გუნდის თავკაცმა კი ყველასთვის მოულოდნელად ლიდერების დასვენების გადაწყვეტილება მიიღო და სასტარტო შემადგენლობის მიღმა ძირითადი გუნდის 8 ფეხბურთელი დატოვა. მათ შორის კი იყვნენ კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე, მარკინიოსი და სხვები. ხვიჩა კი მოედანზე 78 წუთიდან გამოჩნდა, თუმცა ამ დროში მან ბევრი ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიას უთამაშებლობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ლუის ენრიკე ხვიჩას სათადარიგოთა სკამზე გადასმას უპირებს. თუმცა როგორც ვრცელდება ინფორმაციები, წელს ლუის ენრიკე პარიზული კლუბის თამაშს სრულიად გარდაქმნის და არაერთ ექსპერიმენტს შემოგთავაზებს. მაგალითად, ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien PSG ნანტის შეხვედრის წინ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის გამო PSG-მ წინა სასეზონო მომზადება დაგვიანებით დაიწყო და ევროპის სუპერთასის შეხვედრას ტოტენჰემის წინააღმდეგ სრულიად მზად ვერ შეხვდა, თუმცა გამარჯვება მაინც შეძლო. გამოცემის ცნობით კი ლუის ენრიკე ახალ ექსპერიმენტებს ამზადებს. როგორც გახსოვთ, ლონდონელებთან დაპირისპირებაში ესპანელმა სპეციალისტმა განსხვავებული ტაქტიკური სქემა აირჩია. გამოცემის ვარაუდით კი ენრიკე მომავალში წარმოერიდება ექსპერიმენტებს. ჯანლუიჯი დონარუმა მანჩესტერ სიტიში გადასვლას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ პარის სენ-ჟერმენთან ვარჯიშობს. თუმცა მიუხედავად ამისა, უკვე გადაწყვეტილია, რომ PSG-ს პირველი მეკარე ლუკა შევალიე იქნება. ასევე ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ლიდერი ფეხბურთელი, მათ შორის კვარაცხელია, ამჯერად სასტარტოში არ იქნება. წერდა Le Parisien შეხვედრის წინ. ხოლო როგორც ხედავთ, ეს ინფორმაცია გუშინდელ შეხვედრაში გამართლდა, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ხვიჩა ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე იქნება და ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის. პირიქით, გუშინ ენრიკემ გუნდის ლიდერები დაასვენა და მათ შორის რომ ხვიჩაც მოხვდა, ეს მხოლოდ სასიხარულო ფაქტია. ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. როგორც ლუის ენრიკემ აღნიშნა, წელს PSG-ს მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მეორეთ მოგება. ამისთვის კი რა თქმა უნდა საჭიროა, რომ გუნდში ყველა ლიდერი სასურველ კონდიციებში იყოს. ენრიკე კი აქტიურად ამუშავებს გეგმა ბ-ს ნაწილს, რადგან იმ შემთხვევაში თუ ლიდერებს თამაში არ წაუვათ, გუნდი მზად იყოს ახალ ტაქტიკაზე გადასასვლელად. ჩვენ კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში კარგად დავინახეთ, თუ როგორ შეიძლება PSG-ს წინააღმდეგ თამაში და მათი დამარცხება. ამიტომ წელს პარიზულ კლუბს მრავალი გამოწვევა და საფიქრალი აქვს და ვნახოთ თუ როგორ გაუმკლავდებიან ამ ყველაფერს. როდრიგო და დონარუმა სიტიში თანხა დამტკიცებულია. ბარსას PSG-ს ერთ-ერთი ლიდერის ყიდვა სურს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ესპანური გამოცემების ცნობით, როდრიგო გოეშისა და ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერებისთვის მანჩესტერ სიტიში თანხა უკვე დამტკიცებულია. გვარდიოლას მოთხოვნებს ინგლისურმა კლუბმა მწვანე შუქი აუნთო. მანჩესტერელებმა მადრიდის რეალს ოფიციალური შეთავაზებით მიმართეს, რომელიც 100 მილიონიანია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გოეშმა მიიღო 6 წლიანი კონტრაქტის შეთავაზება, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება. ამიტომ, როგორც ვხედავთ, ბრიტანელები ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე არიან გადასულები და მომდევნო კვირა საინტერესო უნდა იყოს. კატალონიურ კლუბში ნელ-ნელა ფინანსური სიტუაცია სტაბილურდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბარსა ახალი ფეხბურთელების დამატებას ვერ შეძლებს, მათ სამომავლო გეგმები უკვე დასახეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვეში კლუბი წამოიწყებს პროექტს, რომლის მიხედვითაც დეზირე დუე ბლაუგრანაში უნდა აღმოჩნდეს. ხელმძღვანელობას სურს, რომ მომავლის ორი მთავარი ვარსკვლავი, ლამინ იამალი და დუე თავიანთ კლუბში იყვნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყობა და შეუჩერებელ დუეტს შექმნიან. როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ნიკო ვილიამსმა ბარსაში გადასვლაზე უარი თქვა, მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი არ მოუყვანიათ. ხოლო როგორც ხედავთ, კატალონიელთა მიზანი ნათელია. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.